დღემშვიდობის ყველას ტრადიციულად ხუთშაბათს დღეს 5 საათზე გადაცემა რაკურსით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში მიმდინარე კვირის აქტუალურ თემებზე სხვადასხვა რაკურსით ვისაუბრებთ ჩემს სტუმრებთან ერთად და გაგაცნობთ გადაცემის თემებსაც. დღეს საქართველოში ყველაზე ცხელი თემა საპრეზიდენტო კანდიდატებია. საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ ორი პოლიტიკური ძალაა, ქართული ოცნება და ნაციონალები. საპრეზიდენტო კანდიდატებზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, საჯაროდ მათი დასახელების დრო კი ახლოვდება. საპრეზიდენტო მარათონი პირველმა შალვანათილაშვილმა გახსნა და ღიად დააფიქსირა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ქართული ოცნების კანდიდატი კი ორშაბათს გახდება ცნობილი ჯერჯერობით უცნობია ნაციონალების კანდიდატის დასახელების თარიღი. სავარაუდო კანდიდატებზე პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, პოლიტიკური ფიგურა თუ უბრალოდ საზოგადოების წარმომადგენელი, ყველაფერი ამაზე გადაცემაში საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელთან ვანო მაჭავარიანთან ერთად ვისაუბრებ. რაც შეეხება გადაცემის მეორე თემას, სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლით 254 ადამიანის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირად ხდება ხოლმე წელიწადის ორ დროს საახალწლო აღდგომებზე, თუმცა გადაცემაში არა სადღესასწაულო შემთხვევებზე ვისაუბრებთ, არამედ ზოგადად ალკოჰოლიზმზე და გადაცემის სტუმარი იქნება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით ვადაჭკორია. საღამოშვიდობისა ბატონო ვანო. და როგორც უკვე ვთქვი, ვისაუბროთ უნდა იმ კანდიდატებზე, პრეზიდენტობის კანდიდატებზე და ზოგადად საპრეზიდენტო არჩევნებზე. მიმდინარე დღეებში არის და რამდენიმე დღე ისევ შენარჩუნდება ეს თემა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცხელ თემად. საპრეზიდენტო კანდიდატები გუშინ 5 გვარი დასახელდა. სალომე ზურაბიშვილი, კახი კალაძე, ვახტანგ ხმალაძე, არმაზ ახვლედიანი და ირაკლი ალასანია. დღეს გავრცელდა ასევე კიდევ ორი გვარი, გიადვალი და დავით მაღრაძე, თუმცა სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს კიდეც. საინტერესოა, რატომ ამდენი კანდიდატი უჭირს ქართულ ოცნებას ერთ კანდიდატზე შეთანხმება, ზოგადად კანდიდატის არჩევა? მე მგონი სპეციფიკა არის ცალსახა, თუ გახსოვთ მთავრობის კანდიდატების დასახელება, ბოლო წუთამდე პრემიერს ჰქონდა შემონახული ეს უფლება, რომ დაესახელებინა მინისტრები. ალბათ აქაც ზუსტად იგივე სთან გვაქვს საქმე. პრემიერმა და ალბათ რამოდენიმე ადამიანმა იცის ის ადამიანი. ანუ არჩევანი უკვე გაკეთებული. თუ ადამიანი ამბობს, რომ ორშაბათს დაასახელებს, ის ალბათ გაივლის კონსულტაციებს. მე ყოფილი ვარ ბატონ ბიძინასთან მსგავს შეხვედრებზე. და რა თქმა უნდა ეს ეკითხებაა, მაგრამ ყოველთვის შეუძლია თავისი აზრი გაიტანოს. მას ყავს თავის ფავორიტები, მაგრამ საინტერესოა რა კრიტერიუმით შეერჩევს. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება მისი თანამოაზრე თუ საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება, რომელსაც შესაბამისად ბატონ ბიძინაც გაუწევს ანგარიშს და ეს საინტერესო პროცესი, ნახავთ ვინ იქნება ეს ადამიანი ალბათ ახლოს პერიოდში. უფრო მეტად საით შეიძლება გააკეთოს არჩევანი, თავის გუნდის წევრზე უფრო გააკეთოს არჩევანი თუ საზოგადოებისთვის მისაღები ფიგურა დაასახელოს? მე ვფიქრობ, რომ ეძებს ზუსტად ამ ოქროს შუალედს. ეს პროცესი არ არის ესეთი მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ არიან ღირსეული კანდიდატები, მაგრამ ასევე არის მათი ნება და ზოგადად პოლიტიკური კონიუნქტურა რამდენად ისინი შეძლებენ ამ ტვირთის თავის მხრებზე აღებას და შესაბამისად რამდენად ეს შესაძლებელი იქნება. გამსაზღვრელი ფიგურა პოლიტიკურად თავისთავად არის პრემიერ-მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრეზიდენტსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. პოლიტიკური, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ბერკეტები მაინც რჩება პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა თუ საზოგადოებისთვის? ზუსტად თუ დააკვირდებით კრიტერიუმების მიხედვით. პირველ რიგში პრეზიდენტი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს კონსტიტუციურად მინიჭებული უფლება ელაპარაკოს გარე სამყაროს და ფაქტიურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადამიანი იზიარებდეს, ესე ვთქვათ, დასავლურ ფასეულობებს და არ აღმოჩნდეს რადიკალურად, ვთქვათ, განსხვავებული ტიპის ადამიანი. მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ბალანსის. ანუ ამ ადამიანმა უნდა შეძლოს შვიდა პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება. და ეს ფიგურა უნდა იყოს მისაღები, ესე ეწოდებული არბიტრი, რაც დამახასიათებელია საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანი ისიც არის თვითონ ეს ადამიანი უნდა იყოს გარკვეულწილად ეტალონი და ეთიკურად, ესე ვთქვათ, მისაღები პიროვნება, რომ თვითონ სახელმწიფოს სიმბოლო არის ეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ. უკვე დასახელებული გვარები, ეს უბრალოდ, ვთქვათ,
ასეთი ტაქტიკა რომ უნდა გახდეს საჯარო მოისმინოს საზოგადოების აზრი თუ სერიოზულად იყო ამაზე ფიქრი ვთქვათ ბიზნესი მაგალითად პრემიერს არ დაუსახელებია არავის არა ანუ რო ვრცელდება ხმები მაგალითად ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად საუბრობდნენ კახი კალაძეზე რამდენად რეალურად შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილს ეფიქრა ამ ფიგურაზე კახი კალაძე სხვათაშორის ყველასთვის მოულოდნელად აღმოჩნდა ყველაზე ესე თქვათ მზარდი პოლიტიკური ფიგურა. მე სიმართლე გითხრათ მას ხედავდი პარლამენტი, არა ზოგადად აღმოჩნდა რომ ადამიანს აქვს უნარი არა მარტო არჩევნების დროსაც იყო სხვათაშორის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა რომელიც შეექმნა ნაციონალურ მოძრაობას, ესე იგი სიურპრიზი იყო კახი კალაძე, რომელიც თავისი პოპულარულობით გარკვეულწილად პრობლემას ქმნიდა. თავად კახიმაც თქვა რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული იქნება, რადგან ასაკით პატარა ვარ და ამას გამოცდილება სჭირდება. კი ბატონო, ეს საკმაოდ სერიოზული მესიჯის მქონე განცხადებაა, მაგრამ არანაკლებ ხშირად სახელდება ასევე მაგალითად სალომე ზურაბიშვილი. რამდენად სერიოზულად შეიძლება მისი კანდიდატი, მაგრამ საბოლოო ჯამში პრემიერმა ის მესამე ძალად დაასახელა, მაგრამ მანამდე რამდენად სერიოზულად შეიძლება ყოფილიყო მისი კანდიდატურა. ხაბატონ სალომეს აქვს ძალიან დიდ გამოცდილება საერთაშორისო არენაზე, მაგრამ თუ გახსოვთ ძალიან ცუდი ესე ვთქვათ გამოცდილება აქვს შიდა პოლიტიკურ ბალანსში, ან ზოგადად შიდა პოლიტიკაში გარკვევს. მას ახასიათებს ძალიან მკვეთრი განცხადებები, ძალიან მკვეთრი ურთიერთობები და ბიძინა ივანიშვილზეც ჰქონდა მას ეს. კი, ახასიათებს ეს რაღაც ჩემის აზრით ცოტა ჩვენთვის ესე ვთქვათ მიუღებელია ეს ტონი. კაუტონ სალომის პრობლემური შეიძლება იყოს, გინდაც რომ დასახელდეს, მე ვფიქრობ, რომ პრობლემური შეიძლება იყოს ზოგადად არჩევითობის თვალსაზრისით, ან შემდგომი მისი საქმიანობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ უნდა ივანიშვილს რომ იყოს გაუთავებელი კონფრონტაცია პოლიტიკური და ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობდეს და ყველაფერი კეთდებოდეს, ესე ვთქვათ, სანახაობისთვის და საქმე ნაკლები იყოს. კაუტონ სალომეს ამის მინიჭი აქვს. გადავიდეთ ირაკლი ალასანიას, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ესეც საზოგადოებრივი აზრი იყო, რომ და პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარიყო დავით უსუფაშვილი, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი ირაკლი ალასანია. პარლამენტის თავმჯდომარე მართლაც გახდა უსუფაშვილი, მაგრამ ალასანიასთან მიმართებაში ეს ბალანსი დაირღვა. შეიძლება თუ არა შეიცვალოს რამე, მით უმეტეს რომ ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ირაკლი ალასანიას მიმართ პოზიციები თითქოს შერბილდა. შეიძლება თუ არა რომ ის პოლიტიკაში არცეობს ეგეთ ცნება არასდროს თქვას, არასდროს ხო? ირაკლი კარგი პრეზიდენტი იქნებოდა, მას აქვს ყველაფერი რაც სჭირდება იმისთვის რომ ამ ეტაპზე მით უმეტეს როცა ბიძინა ივანიშვილი არის პრემიერი და ესე ვთქვათ მისი ზედამხედველობის თუ თანამეგობრობის თუ რაც გინდათ ის დაარქვით ამ პირობებში, თანაარსებობის პირობებში, აქვს თავის პოზიციაც მათ შორის და აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან და აღქმადია როგორც საზოგადოებაში, ისევე ქვეყნის გარეთ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფიგურა რომელიც წარმოადგენს ქვეყანას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, აღქმადი იყოს, მისაღები იყოს რაც მხოლოდ ქვეყნის საზღვრების გარეთ, რაც მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას ამ რთულ პერიოდში, როდესაც ფაქტიურად რუსეთი თავის გეგმებს საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არ ცვლის, მას უნდა ქვეყანა იყოს ფაქტიურად დაშლილი. არსებობს კიდე სხვა კანდიდატებიც, რომელიც ალბათ მნიშვნელოვანი ერთის მხრივ ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იგი ხარს უჭერს და ახსენებს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც მისი თანამოაზრე ამ თვალსაზრისით, მე მათი ურთიერთობა ნანახი მათ შორის და ძალიან აინტერესებს მისი აზრი ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, ასე შემდეგ, მაგრამ ამდენად გიორგის ამის სურვილი ან შესაძლებლობა აქვს, ეს თვითონ გიორგის და ალბათ ბიძინა ივანიშვილის და კოალიციის გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ გამოურიცავ ეგრეთ წოდებული ესე იგი რუხი ცხენის გამოჩენას, რომელიც კიდევ ერთხელ ადამიანის, რომელიც თქვა არ არის კოალიციის წევრი, განვიხილეთ ქართული ოცნების მიერ ეს კულუარებში დასახელებული კანდიდატები და გადავიდეთ ნაციონალებზე ბატონო მან. როგორც ამბობენ, პრემიერში 3 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ვანო მერაბიშვილი. სხვა კანდიდატებზეც იყო იქ საუბარი გიგი უგულავაზე, გიგა ბოკერიაზე, თუმცა ორივე მათგანმა თქვა ეს რომ არ იქნებიან ისინი კანდიდატები და ამ დასახელებული 3 კანდიდატიდან როგორ ფიქრობთ, ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელიც შეიძლება იყოს? ისთვის დასახელებისთვის თუ მოგებისთვის, რომელი გაინტერესებს?
ანუ თქვენ თვლით რომ მოგება შესაძლებელია? არა, მოგება რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება თუ რა თქმა უნდა ოქტომბერში არ მოხდება სრული ეკონომიკური, სოციალური კოლაფსი, ან არ გაიცემა ხელფასები, ან არ მოხდება თქვა ძალიან სერიოზული კატაკლიზმები, რაც ჩემს აზრით ნაკლებად სავარაუდოა. საინტერესო იცით რა არის რომ მერაბიშვილს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ ნაციონალებში საკმაოდ დიდი აქვს. კი, და თან რეალურად პოლიტიკური ფიგურა, როგორც პოლიტიკური ფიგურა დამკვიდრდეს, ხო? იმიტომ რომ მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა იმ დონის, ის იყო ძალიან კარგი. აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. ხო, იმიტომ რომ გენერალ მდივანია და თქვა თავისთავად ის იყო ადამიანი, რომელიც უკან იყო ყოველთვის იმ პროცესების უკან, რომელიც ალბათ თუ კარგად განვითარდა და ძალიან ბევრი პლუსი თუ ძალიან ბევრი თქვა მინუსი რაც აბრალებენ თუ მას აძლევენ კრედიტს, მოხდა ზუსტად მერაბიშვილის ჩარევით. დავით ბაქრაძე არის რეიტინგული, მაგრამ დავით ბაქრაძეს არ ამგონია ეხლა მოუნდეს პრეზიდენტობაზე კენჭისყრა, ხო, იმიტომ რომ მას უნდა პოლიტიკური კარიერის გაგრძელება. გია ბარამიძეს ყოველთვის აქვს რაღაც იდეები. გია ბარამიძეს ალბათ ძალიან გაუჭირდება ამ პროცესში, მაგრამ ის ჩართულია ამ იმაში. იქ კიდე გამოჩნდა ვიღაცები, რომელიც აი თავის თავს თავაზობენ. მაგალითად იყო საუბარი ბარნოვს, რომელმაც თქვა რომ მე მაქვს სურვილი რომ ჩემი ინფორმაციით რომ მე პრეზიდენტობაზე ვიფიქრო. მე საკმაოდ კომიკურად მეჩვენება ის, მაგრამ ესეც გაითვალისწინეთ რომ ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი პოლიტიკურად, ასევე კარგად დაფინანსებადი და ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა მომავალი ესე ვთქვათ შეეცდება რომ ეს ფინანსები გამოიყენოს მისთვის როგორც დამკვიდრებისთვის და თან რაც სამწუხაროდ დამკვიდრდა პრაქტიკა სამწუხაროდ იმიტომ რომ მიშა სააკაშვილის ფავორიტება ბოლო პერიოდში ვერ გაამართლეს, რაღაც პერიოდი ამართლებდნენ, რომ შეიძლება ეს იყოს მიშას ესე ვთქვათ ფანდი სააკაშვილის, რომ შემოაგდოს ის ფიგურა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში გარკვეულ დისონანსს შექმნის. სააკაშვილის არჩევანი შეიძლება გაკეთდეს ბარნოვზე? არაფერი არ არის გამორიცხული, მე ბარნოვი ისე ვთქვი, ფიგურალურად ვთქვი რა, რომ ხო რაღაც გაიჟღერა, რომ აი ხო არ მოეცადა ძალები და ანუ ახალ ტიპის ახალ პოლიტიკოს ეძებენ მათ თვალსაზრისით და ამიტომ ბარნოვი იქნება ეს თუ ხაჩიძე თუ სხვა, ანუ გამომდინარეობს იქიდან რომ ამდენად პარტიაში ეს ყველაფერი სწორად წავა, ეს პრაიმერი იქნება თუ ზოგადად შეთანხმება და რა თქმა უნდა ხა პრინციპებზე თუ ვერ შეთანხმდნენ პრაიმერის და გარკვეულწილად შეთანხმება არ იქნება თუ ვიზე არის უფრო მეტწილად, ხო, რაღაც აქცენტი გაკეთებული. ალბათ ხა ჩვენ არ ამგონი ნაციონალურ მოძრაობა ესეთ გამოცდილი იყოს, რომ პრაიმერების დროს მათი ჩხუბი ვნახოთ ან კიდე დაპირისპირება. ეს არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ამას შეეცდება. თუ ეს მოხდება, ესე იგი საქმე გვაქვს რაღაც რთულ პროცესებთან, რომელშიც თავისთავად იჩენს ეს დაპირისპირება იმ ადამიანებს შორის, რომელსაც მიაჩნია ნაციონალურ მოძრაობამ უფრო ახალი როლი უნდა იკისროს თავის თავზე, ვიდრე ის წინა პერიოდი, რომელიც ჰქონდა და თქვა და მხოლოდ წარსულით ვერ ცხოვრობს. დიდი მადლობა ბატონო ივანო, ესეც საინტერესო საუბრისთვის. რადიო მსმენელს კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ ჩემი სტუმარი იყო საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი ვანო მაჭავარიანი.